გამარჯობა საქართველო, გიზა უჯარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. დღეს 1 მაისია 2016 წლის აღდგომა, ქრისტე აღდგა. რა უნდა თქვა სალომე? ჭეშმარიტად. ნუ როგორც თქვენ უკვე მე რამოდენიმეჯერ მოგახსენეთ, ამერიკაში არის დიდი პრობლემა დროის, მაგრამ დღეს არის ერთ-ერთი დღე, როდესაც ადამიანს ასე თუ ისე რაღაც დრო მაინც აქვს თავისი ოჯახისთვის. და მე გითო და ელენა მე 20. რას ვაკეთებ დღეს? მწვადს? ხო, მოდი ახლა გადავიღოთ ჩვენი მწვადი, აი. ამერიკელების ყველაზე საყვარელი, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობა არის grilling. ანუ საქართველოში ამას პრინციპში მწვადების შეწვას უფრო შეიძლება დაუძახო. აი ჩვენი პატარა მოწყობილობა, გამოვედით ჩვენს პატარა აივანზე და აქვე ვაკეთებთ მწვადს. რა თქმა უნდა, ახლა ქართული მწვადისნაირი ვერ გამოვა, იმიტომ რომ ასე თუ ისე მაინც გაზზე იწვება ეს ყველაფერი და ცოტა სხვანაირი გემოცექნება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე ყველანაირად ცდილობს, რომ გემრიელი გამოვიდეს. და გამოდის კიდევაც. ასე ვატრიალებ. და ვექნება ასე თუ ისე ფსევდოქართული მწვადი. ახლა ლანჩის დროა. შემოვიდგინე სახში, სხვათა შორის არც აღდგომაზე დაგაცლიან აქ მაინც და მაინც დასვენებას, იმიტომ რომ ამ ქვეყნის პულსი ისეთია, რომ სულ მუშაობს, არასდროს არ ისვენებს ამერიკა და ჩემს პროფესიაში როგორც მოგეხსენებათ, შესვენება საერთოდ არ არსებობს, იმიტომ რომ როცა სხვებს აქვს შესვენება, მაშინ მე უფრო მეც მუშაობ. ესეა. მე საერთოდ udroობის თემას ამერიკაში udroობის თემას ცალკე გადაცემას მიუძღვნი, მაგრამ დღესდღეობით კი ჯერჯერობით კი წვაც მივხედოთ. ახლა კი სულ რამოდენიმე წუთის შემდეგ უკვე როგორ შეშხინებს ამერიკული მწვადი ლენამ სათანადოდ ჩააბასტურმა გუშინ. მე მგონი ამას მაინც რაღაც გარკვეული ქართული გემო მაინც ექნება, მაგრამ რა თქმა უნდა, კალამზე შემწვარ წვაც მაინც ვერაფერი ვერ აჯობებს. ნუ ესე ვიოკებ ჩვენ საქართველოს მონატრებას და საქართველოს სულს, აბა რა ვქნათ ახლა. ამ ხელა მანძილზე ასე თუ ისე ვცდილობთ ქართული ცხოვრებით ვიცხოვროთ. რამდენადაც შესაძლებელია. სალომ, შენ გააწყო ეს მაგიდა? შენ გააკეთე? ვაიმე, რა კარგად გააკეთე ყველაფერი. ყოჩა. ყველაფერი ძალიან გემრიელად გამოიყურება. ჩემწვარი კიბორჩხალები, ასე ვთქვათ. მგონი ეგრე გამოდის, ხო? ნუ, რა თქმა უნდა, იქნება კიდევ მწვადი. ეს კი ამერიკული აჯიკა და ამერიკული საწებელა. ნუ, ყოველ შემთხვევაში ამერიკული არაა, მაგრამ ვიეტნამელების მიერაა შემოტანილი, მე მგონი. ძალიან გავს ჩვენ აჯიკას და საწებელას. ნუ, რა თქმა უნდა, აჯიკას და საწებელას არაფერი არ შეეძრება. ნუ, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში რომ ჰავა და კლიმატი და ბუნებრივი პირობებია შეუდარებელია სხვა ბუნებრივ პირობებთან. ანუ შეიძლება სხვაგანაც არის ესეთი მშვენიერი ბუნებრივი პირობები, მაგრამ გემო მაინც სხვა არის. ეს იყო ჩემი დასკვნა. ანუ მწვაცა ჭამ? ხო. კიდე რა იცი ქართული საჭმელებიდან? რა ქვია იმას? ჩახოხილი. ჩახოხილი კი არა, ჩახოხბილი. თქვია? ჩახოხბილი. ყოჩახ. კიდე რა იცი ქართული საჭმელებიდან? ხინკალი. ხო. აბა თქვი ხინკალი. ხინკალი. ყოჩახ, კიდე? წვადი. წვადი. კიდე? წვადი. ხაჭაპური. ხაჭაპური. კიდე პურს რა ქვია? პური, შოთი პური? შოთი პური. Good girl. ყოჩახ. და აი ისიც აჯიკაც კი გავაჩალიჩეთ მაცივარში ყოფილო თურმე აჯიკა. აი არ ვიცი ვინ უშვებს ამ აჯიკას, მაგრამ
ფაქტია, რომ საქართველოსთან არ არის ის აჯიკა. სამწუხაროდ რუსულ მაღაზიაში არის ნაყიდი. მაგრამ გავსინჯოთ.